ეს არის ძალიან საინტერესო ვიდეო, სადაც ვნახავთ, როგორ გავლენას ახდენს აგრესიული და სტრესული გარემო ბავშვის განვითარებაზე. ეს არის 15 თვის ბიჭუნა და ამ ექსპერიმენტს ატარებს ვაშინგტონის უნივერსიტეტი თავისი კვლევის ფარგლებში. ნახეთ, რამხელა ინტერესს გამოხატავს ბავშვი, როგორი ჩართულია ამ პროცესში, მიყვება მითითებებს და თუ დავაკვირდებით მისი სახის გამომეტყველებას, მივხვდებით, რომ მას ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებს. სწორედ ესეთი მშვიდი გარემო და პოზიტიური გრძნობების ერთობლიობა ბავშვი ქმნის მისთვის ოპტიმალურ გარემოს სწორად განვითარებისთვის. ამ ექსპერიმენტის მეორე ნაწილში კი ვნახავთ ყველაზე საინტერესოს, ანუ როგორ გავლენას ახდენს ამ ბიჭუნაზე აგრესიული და დაძაბული გარემო. როგორც ნახეთ, ვიდეოზე შემოვიდა კიდევ ერთი დამატებით ადამიანი, ეხლა ორ ადამიანს შორის მოხდება კონფლიქტი, რა თქმა უნდა სიმულაციური და მივხვდებით რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ამ ბიჭუნას ქცევაზე. ბავშვის სახეს თუ დააკვირდებით, მივხვდებით, რომ ამ უბრალო ტონის აწევამაც კი რამდენიმე წამით რამხელა ნეგატიური გავლენა იქონია მასზე. მას მისცეს 2 ნივთი და ამ ნივთს უნდა გაეცნოს 20 წამის განმავლობაში. და როგორც ხედავთ, მისი მოქმედება რადიკალურად განსხვავებულია წინა ვიდეოში ნანახისგან და ეს არის ის ნეგატიური გარემო, რომელიც ბავშვის განვითარებას აფერხებს და მიჰყავს ეს განვითარება არასწორი მიმართულებით. ნეგატიური გარემო ბავშვებში ზრდის მოზარდობაში ADHD-ს, ბიპოლარული აშლილობების, დეპრესიის რისკს და ზოგადად გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების რისკს.